მიხეილ სააკაშვილმა და სერჟ სარგისიანმა ქართულ სომხური ბიზნეს ფორუმი გახსნეს. ფორუმის მუშაობა ამ წუთებშიც მიმდინარეობს და მასზე ბიზნესმენები თანამშრომლობის შესაძლო მიმართულებებს განიხილავენ. საქართველოს და სომხეთის პრეზიდენტებმა ბიზნესმენებს საგანგებო სიტყვითაც მიმართეს და თანამშრომლობისკენ მოუწოდებს. უფრო კონკრეტულად რა განცხადებები გაკეთდა ფორუმზე, ნათია გოგსაძე გვეტყვის პირდაპირ ეთერში. ბიზნეს ფორუმზე, რომელსაც ქართული მხრიდან 100-ზე მეტი კომპანიის წარმომადგენლები, ხოლო ერევნიდან ჩამოსული 40-ზე მეტი ბიზნესმენი ესწრებოდა. მიხეილ სააკაშვილი და სერჟ სარგისიანი სიტყვით გამოვიდნენ. საქართველოს პრეზიდენტმა ისაუბრა იმ რეფორმებზე, რომელიც ქვეყანამ ბოლო წლებში ბიზნეს კლიმატის გასაუმჯობესებლად გაატარა. ქვეყანაში მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ერთიანი კავკასიის იდეა ძალიან მნიშვნელოვანია ისე როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკონომიკურად. სერჟ სარგისიანმა კი განაცხადა, რომ ისიც ძალიან საინტერესოა ის გამოცდილება, რომელიც საქართველოს ამ ბოლო წლების განმავლობაში დააგროვა და აქედან გამომდინარე სომხეთი მზად არის ამ მაგალითის მიხედვით კონკრეტული წინადადებები და პროექტები საქართველოსთან ერთად განახორციელოს. ჩვენ გვაქვს მუდმივი კავშირი სხვადასხვა საერთაშორისო ფორუმების წყალობი და საერთო ჯამში ჩვენი ეკონომიკების ინტეგრაცია საკმაოდ სერიოზულ დონეზე გამხორციელდა. ჩვენ გავამარტივეთ საბაჟო საზღვრის გადაკვეთის პროცედურები. მუშაობთ, რომ მოვახდინოთ საგადასახადო სისტემების სინქრონიზაცია. ნებისმიერ შემთხვევაში პროცესი ძალიან კარგად ვითარდება. ვფიქრობ, ჩვენ მხარს უჭერთ ერთმანეთს. ჩვენი ეკონომიკები ინტეგრაციის გარეშე წინ ვერ წაიწევს. ჩემი აზრით, მომავალში მთელი კავკასიური ეკონომიკის ინტეგრაცია უნდა მოხდეს. ეს არის ერთადერთი მომავალი რეგიონისათვის. მიუხედავად ამისა, ამ ეტაპზე ჩვენთვის მტკივნეული საკითხია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებული კონფლიქტი. ეს მტკივნეული თემაა როგორც მთელი კავკასიის, ასევე უპირველესად საქართველოსთვის. ასეთ პირობებში ორმხრივი ურთიერთობები უნდა განვითარდეს, მათ შორის ჩვენ ქვეყნებს შორისაც. რაც შეეხება ჩვენ რეფორმებს, მსოფლიო ბანკის რეიტინგის მიხედვით, აღმოსავლეთ ევროპისა და პოსტსაბჭოთა სივრცეში საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე კარგი ბიზნეს კლიმატია და ბიზნესის კეთებაც ადვილია. მსოფლიო ბანკი მის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით წიგნის გამოცემასაც აპირებს, რომლითაც ქართულ გამოცდილებას პოპულარიზაციას გაუკეთებს. ამ წიგნში შესულია ისიც, რომ საქართველოს ბოლო 5 წლის განმავლობაში ნომერ პირველი რეფორმატორის სახელი მოიპოვა. იანვრის ბოლოს ვაშინგტონში შედგება ამ წიგნის პრეზენტაცია, რომლითაც ავტორები დაანახებენ მსოფლიოს, რას მიაღწია ერთ დროს უიმედო ქვეყანამ. ზოგიერთ წრეებში ჩნდება კითხვა, ხომ არ გაღელვებთ, რომ სომხები იწყებენ საქართველოს ეკონომიკაში ფულის დაბანდებას. მინდა მათ უპასუხო, ეს მე არ მაღელვებს. პირიქით, მე მიმაჩნია, რომ ეს სრულიად სამართლიანია. ფული უნდა ჩაიდოს იქ, სადაც მეტმოგებას მოიტანს. ჩვენ ძალიან გვინდა ისიც, რომ ქართული კაპიტალი გაჩნდეს სომხეთში, ისევე როგორც სომხური კაპიტალის ყოფნა გვინდა საქართველოში. ეს დაგვეხმარება თანამედროვე პირობებში არა მარტო საკუთარი ადგილის დამკვიდრებაში, არამედ ხელშეუწყობს ჩვენ მეგობრობას, ურთიერთობების გამყარებას და იმასაც, რომ ჩვენი თანამშრომლობა მუდმივი იყოს. დიდი მადლობა თანამშრომლობისათვის და იმედი მაქვს, რომ ქართველი მეწარმეები გააგრძელებენ თავიანთი წვლილის გაზრდას სომხურ ბაზარზე. მადლობელი ვარ საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივისა, რომელმაც გამოთქვა თანამშრომლობის სურვილი და იმისათვისაც, რომ ძალიან ბევრ შემთხვევაში ის ქმნის მაგალითს, რომელზეც ჩვენ ვსწავლობთ. დღევანდელ ბიზნეს ფორუმზე გამოიკვეთა ის სფეროებიც, სადაც სომხეთიდან ჩამოსული საქმიანი წრეების წარმომადგენლები კაპიტალ დაბანდებებს აპირებენ. ეს არის სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, მშენებლობა. მათ მოითხოვეს ასევე ინფორმაცია ანაკლიაში შესაძლებელი პროექტების განხორციელების შესახებ, რომლის შესახებაც მათ მიიღეს ამომწურავი ცნობები ეკონომიკის სამინისტროსგან. დღეს აქ იმყოფებიან ისევე როგორც ფარმაცევტიკის, საიუველირო ნაწარმის, ინფორმაციული ტექნოლოგიების, ტანსაცმლის ექსპორტიორები და თითქმის ყველა სფეროში ისინი ცდილობენ მიიღონ ინფორმაცია საქართველოში არსებული ვითარების შესახებ. ყოველწლიურად ჩვენი სავაჭრო ბრუნვა იზრდება ექსპორტით. პირველი 10 თვის განმავლობაში ჩვენ გავიტანეთ უკვე 185 მილიონი დოლარის პროდუქტი საქართველოსდან სომხეთში, მაგრამ დღეს ის ფაქტი, რომ ორივე პრეზიდენტი ესწრება ფორუმს, ეს იმის მაგალითია, რომ ჩვენ არა მარტო პოლიტიკურად, მაგრამ ეკონომიკურად ძალიან ძლიერი ურთიერთობები გვაქვს და ვფიქრობ, რომ ის ინვესტორების სია, რომელიც დღეს ესწრება ფორუმს, აჩვენებს იმ დაინტერესებას სომხეთის მხრიდან ჩადონ ინვესტიციები საქართველოში. მნიშვნელოვანი წინსვლა ჩვენ სომეხ კოლეგებს გზადმშენებლობაში, ისინი ახლა იწყებენ საერთაშორისო ურთიერთობებს, საერთაშორისო დონორებთან ურთიერთობას.